სიამოვნებით გავესმები ბატონო და კი ბატონო მოგიწევთ კიდევ ერთხელ სტუდენტური კურსის გავლა ამ თემაზე რომ ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება კი ეს ასეა საკუთარ ასეულ ჭეშმარიტებად ასაღებს ერთი ცოტა უხერხულება არა თქვენ თუ ესე იგი ამას აყენებთ ეჭქვეშ რომ ხელისუფლებას არ ჭირდება მოსახლეობის ნახევარი რა თქმა უნდა ჭირდება მხარდაჭერა უმრავლესობის მხარდაჭერა ჭირდება და ეს უმრავლესობის მხარდაჭერა ახლა ექნება რამდენი აქვს ბატონო პალიკო იქნება მე არ მინდა რომ 10%-ზე ვისაუბრო ამ პროცენტებზე ისაუბრო მოსახლეობა და ისაუბრებს კი ბატონო დავით სწორედ 2008 წლის იანვრიდან დაიწყო ხელისუფლების უბედურება როდესაც პრეზიდენტი პირველ ტურში ასე ვთქვათ გამარჯვების მოსაპოვებლად წავიდა იმაზე რაზეც წავიდა და ის 3%-ის ესე ვთქვათ მოპოვება რა დაუჯდა ხელისუფლებას და რის საფუძველზე და რის ხარჯზე გააკეთა აი მაშინ დაიწყო ხელისუფლების დელეგიტიმიზაცია ეს ძალიან ცუდი ამბავია ცუდი პროცესია ამიტომ ხელისუფლება საიდან ვასკვნით რომ ხელისუფლებას მხარდაჭერა აღარ აქვს თავად ხელისუფლების მოქმედებებისგან ეს ძალიან მარტივია როდესაც ხელისუფლებას თავისი საარჩევნო წარმატებისთვის გამოყენებული აქვს სრულად სახელმწიფო აპარატი საჯარო მოხელეთა მრავალ 10,000-იან თუ რამდენი ასეთ ესაა. რაში გამოიხატება? ძალიან მარტივ რამეში გამოიხატება. ახლა ჩვენ გვისმენენ თბილისელები თუ სხვები გვისმენენ. არა მარტო თბილისელები ბატონო. ესე იგი კიდე უკეთეს. ძალიან ბევრი თბილის გარეთ გვისმენს ძალიან კიდევ ბევრი ადამიანი. და მე მათ მიმართავ. სმენია თუ არა იმის შესახებ, რომ კონკრეტული სკოლის დირექტორი, მაგალითად, სკოლის პედაგოგებს ეუბნება, რომ თუ ნაციონალურ მოძრაობას არ დაუჭერთ მხარს, თუ მათი აგიტატორები არ იქნებით, თუ მათთვის არ უზრუნველყოფთ ხმებს, მაშინ დაკარგავთ სამსახურს. სმენია თუ არა ჩვენს ყველაზე უფრო მეც რიტორიკულ კითხვებს ვთქვათ, ასე რომ დავშვიდეთ. სმენია თუ არა, რომ სოციალური დახმარების აგენტები, რომლებიც ჩვენი ყველაზე უფრო გაჭირვებული თანამოქალაქეების ბინებში შედიან და იცით ქულების სისტემა რომელთაც უნდა განისაზღვროს ვის მიეცეს დახმარება და არა. სმენია თუ არა, რომ აი ეს ხალხი სოციალური დახმარების სამსახურების აგენტები სწორედ ამ კრიტერიუმით ადგენენ ქულებს. ვინ არის ხელისუფლების ხარდამჭერი და ვინ არ არის ხელისუფლების ხარდამჭერი. ხელისუფლების ხარდამჭერია მას დახმარება, ვინც არა მას არა. სმენია თუ არა და გაუგია თუ არა ასეთი რამ, რომ კერძო მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ სულ მცირე შემოსავალი თუნდაც, რომ თუ ისინი გაიხედავენ ოპოზიციისკენ, რეალურად განახორციელებენ კი არა ფინანსურ დახმარებას, რომ გაიხედავენ ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შეექმნებათ პრობლემები ფინანსური სამსახურიდან. სმენია თუ არა მათ, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ისედაც გაჭირვებაშია, ვისი შვილებიც ციხეებში არიან ან ოჯახის წევრები, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო თუ არა ეს მასობრივი პრაქტიკა, რომ აი ციხეში მყოფი პატიმრების მშობლებს კონკრეტული ხმების სანაცვლოდ 100 თუ 200 ხმის სანაცვლოდ პირდებოდნენ მათი შვილების გამოშვებას. აი ამ მოქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობა უყურებს თუ არა ნაციონალურ ეგრეთ წოდებულ კერძო ტელეკომპანიებს, იმედს და რუსთავიორს და ხედავს თუ არა რა ხდება ამ ტელეკომპანიებში. თუნდაც იმ მონიტორინგის ჯგუფის შეფასებებიდან გამომდინარე, ვის რა დრო ეთმობა. ხედავს თუ არა ჩვენი ტელემაყურებელი ახალ მოვლენას ქართულ ტელესივრცეში. ახალი მოვლენა რომ გაკეთდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელეკომპანია ეგრეთ წოდებული Real TV. ამას ხედავს თუ არა ეს ყველაფერი ვის ჭირდება? ხელისუფლებას ჭირდება, იმიტომ რომ ხეს ხალხზე სხვა გასასვლელი მას მოჭრილია. ძალიან საინტერესო რამ არის. მე მინდა ზუსტად იგივე კითხვები დავსვა, ოღონდ სხვა რაკურსით ცოტა და მე მინდა მივმართო ასევე მთელს მოსახლეობას, რადგან ახლა თქვენ უკვე ესეთი ჩაგვრული ტელევიზია მაპატეთ რომ ამას საუბრობ, მაგრამ ესეთი იმიჯი იყო ერთ პერიოდ. გადიხართ უკვე სატელიტი. ძალიან რეალური საფუძველი იყო, თუმცა უბრალოდ თქვენ ეთერში იყო ყველაფერი, რაც შეიძლებოდა რომ თქმულიყო, დაებრალებინათ, არა მხოლოდ თუმცა ამის ფაქტი ჯერჯერობით გამოძიებული არ არის. თუმცა მე არ შევაფასებ ამას და ნამდვილად არ ვაპირებ ახლა ამ კამათში შესაძლებლობას თქვენ ეთერში ხართ და ძალიან გაგიბრუნდა. არა, უბრალოდ ეს ტელეკომპანია არის ტერორის ქვეშ და სატელიტზე გადის, ამიტომ დღეს ჩვენ გვისმენს ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ყველა რაიონში შეიძლება გვისმენდეთ, ამიტომ მე მინდა მიმართო ბატონ დავით ისევე როგორც თქვენ მიმართ. მე მზადა ვარ რომ ნებისმიერმა ადამიანმა მომართოს და თუ ასეთი ფაქტების მენია რაც ბატონი დავით. მაგალითად, თუ რომელიმე სკოლის მასწავლებელი გათავისუფლებულია სკოლიდან იმის გამო, რომ მან მხარი დაუჭირა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ძალიან გთხოვთ, მოგმართეთ ტელეკომპანია მაესტროს მეშვეობით და ჩვენი მხრიდან
ზუსტად იქნება გადამოწმებული და თქვენთვის იქნება ინფორმაცია მოწოდებული ვინ და რის გამო იქნა გათავისუფლებული. თუ რომელიმე ადამიანს სოციალური დახმარება შეუწყდა იმის გამო რომ ოპოზიციას უწევს მხარს, ძალიან გთხოვთ მიმართეთ ტელეკომპანია მაესტროს და მე მზადა ვარ ხვალვე მოვიდე და ავიღო ეს ინფორმაცია. თუ რომელიმე მეწარმე არის ისეთი, რომელიც ოპოზიციასთან თანამშრომლობის გამო არის დაჯარიმებული ან ასე შემდეგ მიმართეთ ტელეკომპანია მაესტროს და მე ხვალვე მოვალ და ავიღებ ამ ინფორმაციას. ბატონი დავითი საუბრობს მხოლოდ ჭორებზე და იმაზე რაც შეიძლება იყოს სასურველი ვიღაცისთვის, ვისაც შეუძლია წარმოიდგინოს სიტუაცია. აირევა ამ ქვეყანაში ან რაღაც სხვანაირად მოხდება და ასე შემდეგ. მე მზადა ვარ რომ ამაზე სიტუაცია გავაგრძელებ საუბარს. ეს რა ვინმე პასუხობთ თუ მე პასუხეთ ეგა სიტუაციის არევა. არა, შეიძლება ეს ვიღაცას უნდადეს ესე იყოს, ვიღაცა მიდიოდეს. მე არ ვიცი, ეს რამდენად გინდათ. ვიღაცაზე ლაპარაკობთ. თქვენ უბრალოდ ახდენთ იმ ჭორების ტირაჟირებას, რომლებიც ათქობს ძალიან ბევრ სხვა ადამიანს. იმიტომ რომ სანამ კონკრეტული ფაქტი არ გექნებათ ბატონო დავით, ესეთი რიტორიკა შეიძლება იმასთან დამაკავშირებით. ჩემთვისაც არ იყო ძალიან საინტერესო და ესეთი მოსასმენი თქვენ საუბრობთ, გისმენთ. კი ბატონო, გისმენთ. ამიტომ სანამ კონკრეტული ფაქტი არ იქნება, რომ აი ესა და ეს მასწავლებელი, ესა და ეს ადამიანი ამორიცხული იყო სიგარების სხვას მიღმამყოფი პირის სიიდან, იმიტომ რომ ოპოზიციას დაუჭირა. ამაზე საუბარი მე მგონი არაკორექტულიც არის ბატონო დავით. არასწორიც არის ამ ფაქტების გარეშე რას ემსახურება ამ თემებზე საუბარი, ჩემთვის გაუგებარია თქვენი მხრიდან. და კიდევ ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მოქალაქეებს მივცეთ საშუალება რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ. იმის საუბარზე რა კეთდება, მათ შორის არჩევნებთან მიმართებაში. ამიტომ თქვენს გთხოვდით რომ კონკრეტული ფაქტებით ისაუბროთ და არა ჭორებით, რომელიც შეიძლება აქ იყოს საინტერესო. ერთი რამ კიდე რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის განსაკუთრებით ეს არის ის რომ ჩვენი ოპონენტები მუდმივად ცდილობენ ისაუბრონ რაღაც თეორიულ პრობლემებზე რაც შეიძლება და შექმნოდა ვიღაცას და ძალიან ცოტა საუბრობენ იმაზე თუ რა გაკეთდება ვთქვათ მათი წარმატების შემთხვევაში კონკრეტულ რაიონებში სად რა მდგომარეობა შეიძლება როგორ შეიძლება და ასე შემდეგ. მე მინდა უთხრა მოსახლეობას რომ მართლა ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ შევძელით კონკრეტული პრობლემების მოგვარება. რაც უკავშირდებოდა იგივე გზას, იგივე ელექტროენერგიის მომარაგებაც, მაგრამ თუ შეიძლება ვთქვათ, ერთ შემთხვევაში ელექტროენერგიის მომარაგების საკითხი გადაიჭრა, ჯერჯერობით სამწუხაროდ საბოლოოდ არ არის პრობლემა მოგვარებული ინდივიდუალურ მრეწველებთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს ზოგ რაიონში ბოლომდე მიყვანილი, მათ შორის ტყიბულში ეს პრობლემა ქალაქის ზონაზე მოგვარებულია, სოფლებში ვაკეთებთ იგივეს. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ სოფლის პროგრამა გაიზრდება და სოფლის პროგრამის მეშვეობით მოსახლეობას ეხება საშუალება თავად გადაწყვიტოს, რა გააკეთოს თავის სოფელში, როგორ შეცვალოს სიტუაცია. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ კონკრეტული საწარმოების შექმნით დავასაქმეთ ჩვენ მოსახლეობას და მივცემთ საშუალებას, რომ ღირსეული ცხოვრების პირობები შეიქმნან. ეს არის მთავარი, რაც ეს არის ჩვენი საარჩევნო პროგრამებზე მოდნო მოგვიანებით ვისაუბრებთ. მე მაინც მინდა ჩაგეკითხოთ, ბატონ პალიკო, თქვენი ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ 50%-ს ჩამოსცილდა ქვევით ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი. თქვენ პრაქტიკულად დაადასტურეთ, ხო? არ დამედასტურებია. აბა რამდენია ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი? მოდით ესე ვთქვათ რა, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი აუცილებლად გამოჩნდება არჩევნების დღეს, როდესაც ამორჩევები მივაუბნებთ. მონაცემები რამდენია? მე არ მინდა ვისაუბრო დღეს კონკრეტულ მონაცემებზე, თუმცა თუ გინდათ რომელიმე მონაცემი აიღოთ, მაინდა-მაინც თუ რაღაც ციფრი გინდათ, შეგიძლიათ აიღოთ საპარლამენტო არჩევნების მონაცემები, სადაც ნამდვილად არ იყო 50%-ზე ჩამოცილებული და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი სწორედ ის მხარდაჭერაა, რომელიც ყოველი არჩევნების დროს ფიქსირდება და არა რომელიმე კლუბ. ამიტომ ჩვენთვის ბატონ დავითი ამბობს, რომ სხვა მისასვლელი გზა არ აქვს მოსახლეობას, ბატონ დავითს მე სხვათა გადავხედე შეხვედრების გრაფიკს, რომელიც გამოაქვეყნა თუ არ ვცდები საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს, რამდენ რაიონში ჰქონდათ შეხვედრები ჩვენ ოპონენტებს, მათ ბატონ დავითის პარტიას არ გულისხმობთ და რამდენგან ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას. ამიტომ მისასვლელი გზა და მისასვლელი პირი სწორედ ნაციონალურ მოძრაობას აქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ, რაც დაპირება იყო, გაკეთდა და შესაბამისად ამ მოსახლეობასაც სწორედ ამ გაკეთებული საქმით ვისაუბრებით და ამის იმედი აქვს სწორედ რომ ჩვენ იმ პრობლემებსაც მოვაგვარებთ, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა დღეისთვის. გასაგებია, ვიდრე საარჩევნო პროგრამებზე გადავიდოდეთ და ვისაუბრებდით კონკრეტულად, მე კიდევ ერთხელ არგუმენტების ეთერში რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ პირდაპირ ეთერში ამ თემებზე საუბარს. ტოქ-შოუ არგუმენტებზე ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან პალიკო კუბლაშვილი, დავით უსუფაშვილი.
პოლიტიკური ოპონენტები ხშირად ერთმანეთს აყვედურობენ, რომ მათი წინასაარჩევნო დაპირებები არის პოპულისტური და არა რეალისტური. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაინტერესებს თითოეული თქვენთაგანის არგუმენტები, როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას. იქიდან გამომდინარე, მოდით ვთქვათ ესე, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს არ ჯერა პოლიტიკური პარტიების დაპირებების. მოდით ბატონ დავით, თქვენგან დავიწყოთ, იქიდან გამომდინარე, რომ წინა ბლოგში ბატონმა პალიკომ განაცხადა, რომ